ისინი თამაშობდნენ რადიკალურად განსხვავებული ევროპიდან თამაშს. ომი გაგრძელდებოდა, ეს იქნებოდა მაინც ამერიკის ეკონომიკაზე წყლის დასხმა, ომი შეწყდება, ეს მაინც იქნება ამერიკის ეკონომიკის და პოლიტიკის წარმატება. რაში მდგომარეობს ახლა ეს ყველაფერი? ძალიან მარტივია აქაც მდგომარეობა. ამერიკა ქვეყანა, რომელიც თვითონ ომის თეატრიდან არის ძალიან შორს და ტრამპმაც უკვე მერამდენჯერ განაცხადა, ეს არის უშუალოდ თქვენი საზღვარი, თავი ურტყით მაგ საზღვარს, დაიცავით თქვენი კონტინენტი თქვენ თვითონ, ეს მე არ მეხება, ჩვენ გვაქვს დიდი ლამაზი ოკეანე. ეს არახალი არის. ამას პლუს ის გამოცდილება რაც იყო აი ამ ომებში ამერიკის ამა თუ იმ ფორმით მიღების მონაწილეობის მიღების საშუალება. უკრაინის ქვეყნის როგორც ასეთი ვალებში ჩაგდება და გარანტიების აღება უკრაინის ახლანდელი თუ მაშინდელი ხელისუფლებებიდან, რომ ამ ფულს თქვენ არავინ არ გაჩუქებთ და ეს იმ დებილებისთვის, იმ იდიოტებისთვის, იმ ჩლუნგებისთვის, რომლებიც ამბობენ, რომ ამერიკა ასე უანგაროდ ეხმარება, ამერიკელები ასე ეხმარებიან და ასე შემდეგ. აი ახლა უწევს უკრაინას ამ ყველაფრის თავის ტერიტორიებით გადახდა. რუსეთს თუ მიაქვს რესურსები თავის ტერიტორიებით, ამერიკელებს მიაქვთ რესურსები არ იერთებენ, მაგრამ თავიანთი ეკონომიკური ზონით. ასევე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ძალიან იხეირა ევროკავშირში რუსული გაზის შეწყვეტით. იმიტომ რომ ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკა გახდა თავიდან ბოლომდე დამოკიდებული ამერიკული გაზის მწარმოებელი კომპანიებისთვის, რომელ კომპანიებსაც ესე იგი ჰქონდათ თავიანთი ინტერესები ამ ომიდან დაკავშირებით, ომთან დაკავშირებით, მათ აიღეს პასუხისმგებლობა, რომ ისინი მოახდენდნენ რამენაირად იმ დეფიციტის შევსებას, რომელი დეფიციტის შევსებაც იქნებოდა გამოწვეული რუსეთის გაზის შეჩერების გამო. ეს მათ განაცხადეს, ეს მათ თქვეს და აქედან გამომდინარე დღესდღეობითაც ევროპა იმ დანაკლის, რომელიც დანაკლისსაც განიცდის ენერგეტიკულ რუსული ბაზრიდან და ეკონომიკიდან, ენერგეტიკიდან გამომდინარე, ამ მომენტისთვის ეს ყველაფერი მარაგდება ბევრად ძვირი და ბევრად უხარისხო, იმიტომ რომ რადიკალურად განსხვავებული არის აქ გაზის სპეციფიკა, ვინც იცის, აქ კალორიულობაზე არის დამოკიდებული, სად მიწოდებული გაზი და სად SPG-ები, ეგრეთ წოდებული SPG-ები. აქედან გამომდინარე ემაზე რა ქვია, ამერიკულ გაზზე, თხევად გაზზე გახდა ევროპა, რითაც ამერიკელებმა იხეირეს და ძალიან იხეირეს. აღარაფერს ვამბობ უკვე საკუთარი ქვეყნისთვის დაკვეთილი იგივე ფულს აიღებდნენ თავიანთი ბიუჯეტიდან, რომელსაც ვალად აწერდნენ უკრაინას, ერთი ჯიბიდან აიღებდნენ და დებდნენ მეორე ჯიბეში. ანუ იარაღის შეკვეთა, რომელიც ასევე ომის წარმოებისთვის აუცილებელია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. აი ამას აკეთებდნენ ამერიკელები. ის კონცერნები, რომელი კონცერნებიც არის იარაღის მწარმოებელი კონცერნები ამერიკაში, იქნა გამდიდრებული ამ ყველაფრიდან გამომდინარე. ეს ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესი არის საერთოდ ამერიკელებისთვის, იარაღის წარმოება. ანუ ენერგეტიკული წარმოება, კონკურენტი მოიშალეს. ექსპორტი იარაღის, ეს მეორე. სამხედრო თვალსაზრისით ომი გამოცდილება ამაზე ეს უკვე ცალკე საკითხი არის. ეს უკვე ცალკე საკითხი არის. თანამედროვე ომების წარმოების, ასე რომ ვთქვათ, დეტალიზაცია და ეს გამოცდილების საკითხი, ეს კიდე ცალკე ამბავი არის. ეს ბონუსად მიღებული ყველაფერი ამერიკელებისთვის განხორციელდა აი ამ და კიდე სხვა ბევრი რაღაცა. ახლა, როდესაც ამერიკის თავრობაში არის სერიოზული ცვლილებები და არის მთლიანად კურსის გადახედვა არა მარტო რუსეთთან მიმართებაში, როგორც ევროპული პოლიტიკის მიმართებაში
ყველა ხედავს იმას, რომ